ეს ერთი ვაკიანი არის, იმას რომ ხონდა პირველად და დაახლოებით 5 წელი რაც ამომისმინოს. ეხლა ხო? აი რაიობს ახალისიზაციანება ესე. ძალიან პოპულარულია თელის განათება და ასევე პაციენტის მართლაც სამაგალითო ვისურვებდი რომ სწორედ აპოფილებელი ამაზე მოგონებოდა სისტემის საწინააღმდეგო თქო ვთქვათ და სამინისტროსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია რომ მუდმივად მზარდი იყოს და მუდმივად განვითარებადი სამედიცინო სერვისები, რომელსაც აწვდიან სულ ერთია ეს კერძო დაწესებულებები თუ სახელმწიფოს მართვის ქვეშ ყოფი დაწესებულებები. მუდმივად ეს უნდა იყოს თანამედროვე საჭიროებების კვალდაკვალ განვითარებადი და აქედან გამომდინარე მაქვს პატივი რომ დღეს აქ ვიმყოფებოდე დაწესებულებაში, სადაც ამ პრინციპით ხელმძღვანელობენ და სადაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია პაციენტის კმაყოფილება, სწორ მკურნალობასთან, სწორ დიაგნოსტიკასთან ერთად განსაკუთრებულად ღირებული და მნიშვნელოვანი პრინციპია პაციენტის კმაყოფილება. Ფიქრობ, რომ მართლაც ერთ-ერთი სანიმუშო დაწესებულებაა და მათი პრინციპებით, მათი მიდგომებით ეს განსაკუთრებულად დაფასებას მოითხოვს. ეს კარგი წინაპირობაა ჩვენი სამინისტროს და ზოგადად სამედიცინო სექტორის თანამშრომლობისთვის. პირველ რიგში მინდა მიულოცოთ ოდუას კლინიკა და სრულიად საქართველოს და ჯანმრთელობის სფეროს, რომ ასეთი კლინიკა არსებობს და 1 წელი შეუსრულდა მას. მოგეხსენებათ, ოდუას კლინიკა დიღომში და არა მხოლოდ ეს კლინიკა აქტიურად არის ჩართული სახელმწიფო პროგრამებში, საყოველთაო ჯანდაცვაში და ძირითადი მიმართულება, რაც გააჩნია მას, ეს არის ონკოპაციენტების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და კლინიკას აქვს მართლაც ამბიციური გეგმები, რომელიც მომავალთან არის დაკავშირებული და რა თქმა უნდა დღეს არსებული სიტუაციიდან ის ერთ-ერთი წამყვანი კლინიკაა ონკოპაციენტების მკურნალობასა და დიაგნოსტიკაში. თოდუას კლინიკა საქართველოში ონკოლოგიური სერვისების ყველაზე დიდი მიმწოდებელია. მოხარულები ვართ, რომ მხოლოდ ჩვენ ვფლობთ რეგიონში ევროპის სამედიცინო ონკოლოგიის საზოგადოების აკრედიტაციას. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ჩვენთვის, რაც მოითხოვს მუდმივ განვითარებას. შესაბამისად, თბილისის ახალი ონკოლოგიური ცენტრი, რომელზეც მუშაობა თოდუას კლინიკამ დაიწყო, წარმოადგენს მტკიცებულებას თოდუას კლინიკის თავდადების მისიის მიმართ, რომ ონკოლოგიური პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ჯანდაცვის სერვისები საქართველოში. თოდუას კლინიკა 33 წელზე მეტი აქვს მის ინოვაციებს და საფუძველს უყრის სხვადასხვა სამედიცინო მიმართულებების პროგრესს ქვეყანაში, რაც დღევანდელი პრეზენტაციით კიდევ ერთხელ დადასტურდა, ვინაიდან ონკოლოგია არის ყველაზე სწრაფად განვითარებადი ის ინოვაციური დარგი, რომელიც მუდმივად ახალ მეთოდებს გვთავაზობს და სწორედ ონკოლოგიური კორპუსის ახალი კორპუსის მშენებლობა იქნება ის თავმოყრილი ყველა ეს სამედიცინო მიმართულება ერთიანად, რომელიც საშუალებას მისცემს ქვეყანას ეს დარგი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში უკვე არსებობს თოდუას კლინიკის ცენტრალური ონკოლოგიური ფილიალი, ეს იქნება სწორედ იმ უფრო უახლესი ტექნოლოგიებით და სამედიცინო აპარატურით და სამედიცინო პერსონალით აღჭურვილი ცენტრი, რომელიც საშუალებას მოგცემს კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესოთ უკვე არსებული სტანდარტები.